ჩვენ მე-7 A კლასის მოსწავლეობა მივიღეთ მონაწილეობა დასუფთავებით სამუშაოში. დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რაც იყო ძალიან სახალისო და ვფიქრობ, სკოლისთვისაც ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ვიქნებით სუფთა გარემოში. მე ძალიან მიხარია რომ ამ აქციაში ვარ ჩართული და მიხარია რომ სკოლას ვარლაგებ და რავი, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, გარემოს დაცვის დღე ყოველთვის უნდა იყოს და არ უნდა დავაგვიანოთ გარემო და ყველამ დავასუფთავოთ ჩვენი სკოლა. დღეს არის ზესტაფონის 140 წლის თავი და ამის ფარგლებში ტარდება ეს აქცია და მინდა ყველას მივულოცო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველასათვის სისუფთავე და სუფთა გარემო. დაიწყო ზესტაფონობის დღესასწაული, ზესტაფონის 140 წლის თავი და მართლაც ეს პირველი დღე არის შრომის ზეიმის, სწავლის ზეიმის, სიყვარულის, მეგობრობის ზეიმის დღე და ასახვაპოვა ჩვენ სკოლაშიც გამოვიდნენ ბავშვები, მშობლები, დაწყებითი კლასის პედაგოგები, დამრიგებლები, ვასუფთავეთ ჩვენ მიმდებარე ტერიტორიას და საერთო სახალხო ზეიმი გამოიწვია ამ ღონისძიებამ, ღერიან ბავშვები ლექს ამბობენ, ცეკვავენ და ერთი სიტყვით მართლაც სიყვარულის დღე არის და სიყვარული ისეთი დღე არის, რომ სიყვარულის ქალაქს ნამდვილად შეესაბამება ეს სიყვარულის დღესასწაული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ განსაკუთრებულად ვიყოთ და განსაკუთრებულად გამოიყურებდეს ჩვენი სკოლა სუფთად და ლამაზად, ფაქიზად, გვაქვს ეს, მაგრამ მოგეხსენებათ ქართული ტრადიციის შესახებ სტუმრის დასახვედრად ქართველი კაცი გენერალურ დასუფთავებას ატარებს ხოლმე და ამჯერად ჩვენ ზესტაფონის 140 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გენერალურ დასუფთავებას ვატარებთ ჩვენი სკოლის ტერიტორიისა და მიმდებარე ტერიტორიისა. ხედავთ, სკოლას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს. სკოლის 2 კლასია ამჯერად ჩართული და პარალელურად სხვადასხვა დროს გამოგვყავს სხვადასხვა კლასები. მთელი სკოლა თითქმის ჩართული. ამჯერად თქვენ ხედავთ, რომ მხოლოდ 2 კლასია ჩართული. დღეს ზესტაფონში დაიწყო ზესტაფონისადმი 140 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი რიგი სერია. პირველი, რამაც ეს ღონისძიება გახსნა, ეს არის ჩვენი პატარა მოსწავლეები, რომლებმაც დაასუფთავეს თავიანთი მიმდებარე ტერიტორია და გვირგვინებით შემკობილები ალამაზებენ თავიანთ სკოლას. გრძელდება მთელი რიგი ღონისძიებები, ყველას მოუწოდებთ, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში და მიიღოს მონაწილეობა და დაესწროს და მხარი დაუჭიროს თავის ქალაქის სიყვარულსა და მოვლას და პატივისცემას. ყველასათვის ცნობილია, ზესტაფონი 140 წლის ხდება. ვემზადებით იუბილეისათვის, დაგეგმილია უამრავი მასიური კულტურული ღონისძიებები და დღეიდან 6 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით გვაქვს პროგრამა შემუშავებული. დავიწყეთ სკოლების დასუფთავებით. ჩართულია ყველა სკოლების, ყველა ხელმძღვანელობა, ბავშვები, როგორი ჟრიამული ალბათ თქვენ თვითონაც უყურებთ და პირველი დღე დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი თაობით და ჩავთვალეთ იმისათვის, რომ მათ ჩვენი მომავალი თაობა უნდა გააგრძელონ, ამიტომ პრიორიტეტი მივანიჭეთ სკოლებს. მინდა კიდევ ერთი დავამატო, რომ ყველა ჩვენს თანამემამულეს მიულოცო რაიონის იუბილე და ვეპატიჟებით ყველას.